მე ვარ ბაგრატ აკუჯბა, ქართულ-აფხაზური ოჯახის წარმომადგენელი, ცხოვრობ აჭარაში, წლებია უკვე, დიდი ხანია. ჩემი წინაპრებიც ბათუმელი აფხაზები არიან, თუმცა სოხუმშიც ვყავს ძალიან ახლო ნათესავები. ჩვენს ოჯახს მაინც განსაკუთრებული ისტორია აქვს ამ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობასთან დაკავშირებით. დედაჩემი მუშაობდა ადრე ბიბლიოთეკაში, ჩვენ ცხოვრობდით გარეუბაში, ცოტა სამებაში, მამაჩემის ოჯახი აკუჯბების. ასე ვთქვათ და იქ მუშაობდა და შევყვარდათ ერთმანეთი, ასე ვთქვათ. და იქიდან დაიწყო ჩვენი ასე ქართულ-აფხაზური ოჯახის დანათესავება. ძალიან ტრადიციული ოჯახი გქონდა ჩვენ, მახსოვს ბაბუა კარგად ლაპარაკობდა აფხაზურად. ძალიან კარგად სოხუმიდან ჩამოდიოდნენ ჟურნალისტები და ინტერვიუს სახით იმდენად სუფთად ლაპარაკობდა, რომ ბაბუას ინტერვიუებს ართმევდნენ ამ საკითხში. ბებიაც ესეთი სტუმართმოყვარე და სულ ჩვენს ოჯახში სულ სტუმარი იყო, ეს ქართველები, აფხაზები სოხუმიდან ჩამოდიოდნენ, გავლიდან ყველგან ანუ რეგიონიდან ჩამოდიოდნენ. ბებია ჩემს ერქვა ფადიმე იაზიჯბა, ანუ აფხაზ ლაზი უფრო. ხო და ბაბუა იყო ხურშუტ აკუჯბა. მაგებას ბათუმში გაიცნეს სხვათა შორის ერთმანეთი. ისე ბებიას წარმოშობა სოხუმიდან, რიწიდან, ჩვენი გვარის წარმოშობაც მაქედანაა. მაგრამ ჩვენ ადგილობრივი ბათუმელი აფხაზები ვართ. ჩვენი გვარის ბევრი წარმომადგენელია იქა, თვითონ რიწიდან, აკუჯბები, კუჯბები. აქ აკუჯბა, იქ კუჯბა და ჩემი ოჯახია რა, ვიზა ჩემის ოჯახი ცხოვრობს იქ. და გვაქვს სისტემატიური ურთიერთობა, მისი შვილები იყვნენ ჩამოსული, სხვათა შორის ვაჩვენენ ბათუმი და ძალიან მოიხიბლენ. აფხაზებს მოგეხსენებათ იქ ცხოვრობ, ძალიან უყვართ ბათუმი, იმიტომ რომ რაღაც საერთო გვაქვს ჩვენ მაინც და რა ვიცი, მაქსიმალურად ვეცადე რომ მეჩვენებინა საქართველოს ყველა კუთხე, იმიტომ რომ არ იცოდნენ ბავშვებმა, რაღაცა ფოტოებში ხედავდნენ და მინდა რომ ჩემი ტოლი ახალგაზრდები არიან და ისინიც იყვნენ ამ ჩართული ამ საქმეში. ჩავდივარ როგორც კი ვახერხებ ხოლმე, მაგრამ ნუ ეს არ ხდება ყველა ერთ წელიწადში, გესმით ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ხაზი არ გაუსვა კონფლიქტმა ჩვენს ურთიერთობაზე, არც სამეზობლო წრეში, არც ნათესაურ კავშირში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე რაც თავი მახსოვს ბავშვობიდან ყველა ერთ გუნდად, ანუ ერთად, ერთ ოჯახში ცხოვრობდით, რაღაცა მისვლები, მოსვლები და ურთიერთობები ნამდვილად არ დანგრეულა. და ასეც გაგრძელდება. ვიცით რომ ომი ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ის, რა ქვია, დრო და დასასრული, ასე ვთქვათ. ჩვენ იმდენად დიდი ნათესაური კავშირი გვაქვს აფხაზებს და ქართველებს, რომ სხვანაირად არ შეიძლება ვიყოთ. გამოსავალი არის სახალხო დიპლომატია, ყველაზე კარგი გამოსავალია, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფაქტორები ძალიან მოქმედებს და მნიშვნელოვანია, თუმცა სახალხო დიპლომატია უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში, ურთიერთობაში განსაკუთრებით. უნდა შევეცადოთ ჩვენ რომ როგორმე გადავიდეთ სოხუმში ან გადმოვიყვანოთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც მართლა გულწრფელად აინტერესებთ საქართველო, თბილისი, ბათუმი აინტერესებთ, მაგრამ სამწუხარო მდგომარეობა ის არის, რომ მესამე ინსპირირებული ძალა, რომელიც ამას ძალიან კარგად ასე ვთქვათ, იხენებს ჩვენს დაპირისპირებაში, თუმცა ჩვენ ამ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები, მაქსიმალური ახალგაზრდების გადმოყვანა იქიდან და გაცნობა ჩვენი ქართული კულტურის დაახლოება კიდევ ერთხელ, რომ იმ ზედა ეშელონებმა ძალებმა არ ითამაშოს, ასე ვთქვათ, ჩვენ სიყვარულზე, რაც ტრადიციულად გქონდა. რატომღაც გადავწყვიტე რომ აფხაზეთი მინიმალურად მაინც შემეტანათ ჩემს ბინაში და გამოვიყენე ფოტოების სახით ეს კადრები, მე შემპირდა ჩემო ბიძაშვილმა გამოგიზავით აფხაზეთთან დეკორატიულ ნივთებს და ანუ ვცდილობ რომ აივანზეც გავაკეთო, ჩამოვიკიდო ესეთი ნივთები, რომ სულ მქონდეს იმის გახსენება რომ მე აფხაზეთში ვარ და მე აფხაზეთი არ დამიკარგავს და დარწმუნებულია რომ ერთ დღეს მოვა ის დღე რომ ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს და დავიბრუნებთ ჩვენს ძმებს და დებს.